მიამბე აფხაზეთზე რუბრიკის სტუმარია მსახიობი გურანდა გაბუნია. სკოლა იქ დავამთავრე, ეს უპირველესი. მერე დავიბადე იქ. სოხუმელი ვარ. სოხუმის ზღვაში ვარ ნაცურავების, სოხუმის, რა ვქნა, გული მეწვის კი არა, მემდუღრება და არ ვიცი რა სიტყვა ვთქვა. ჩვენ ხო თეატრში ვცხოვრობდით. თვითონ შენობა იყო ისეთი, რომ შიგ თეატრიც იყო და საცხოვრებელიც მსახიობების, მაგრამ ისეთ გრძელი დერეფანი იყო. დასაწყისი და დასასრული. თითო ოთახი, ყველას თითო ოთახი. აქეთ ვთქვათ აფხაზი იყო, აქეთ ქართველი იყო, აქეთ ბერძენი იყო, აქეთ რუსი იყო, არ ქონდა მაგას მნიშვნელობა. ჩვენ ერთმანეთისგან კი არ ვარჩევდით, რომ შენ ქართველი ხარ, რუსი ხარ? არა, ეგ არ იყო. ჩვენ ერთად ცხოვრობდით, ერთად და ზღვაზე მივყავდი დედაჩემს პატარა გოგო. ჩემი საყვარელი ზღვა ყოველთვის თბილი იყო, ყოველთვის. ნეტა ეგეთი თბილები ყოფილიყვნენ ის აფხაზები, რომლებიც ეხლა არიან იქა. თორე ისინი ვისთანაც ჩვენ ცხოვრობდით და ერთად მუშაობდით და მუშაობდნენ დედაჩემი და მამაჩემი. ისინი ძალიან კარგი ხალხი იყო. მამაჩემი სპექტაკლში, მამაჩემი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, ერთხელ დირექტორიც იყო. ყველაფერი იყო, მსახიობი იყო, მწერალი იყო, პოეტი იყო, წერდა ლექსებს. დედაჩემი წამყვანი მსახიობი იყო, ორივე უყვარდა ხალხს ძალიან და ბედნიერი ვიყავი. იქ მაბანავებდნენ ზღვაში. აქ თამაშობდნენ როლებს. თამაშობდნენ ხან პატარა ბავშვებს, მაცი ვიტიას თამაშობდი, ხან პატარა ხელში ვეჭირე ვიღაცას. ესე იგი, თეატრი ჩემი სახლი იყო. სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით. მინადორა ზუხბა ჩემ პირდაპირ ცხოვრობდა. დედაჩემის უახლოვესი მეგობარი, უახლოვესი. მამაჩემი სპექტაკლს არ აკეთებდა, ლოვა კასლანძიას რო არ ეთამაშა და შარახ პაჩალიას რო არ ეთამაშა და აზის აგრბა რო არ ყოფილიყო სპექტაკლში. ყველანი ბერძნებიც თამაშობდნენ. რუსებიც თამაშობდნენ. ჩვენც ესევე, ანუ ქართველები ესევე თამაშობდნენ, ვისაც სჭირდებოდა იმათთან. ურთიერთობა იყო ძალიან სიყვარულით ერთმანეთთან, ძალიან. რა ვიცი, იქნება ისეთი დრო იყო და მართლა ესეთები ვიყავით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა და ერთმანეთს ვეხმარებოდით და თამაშობდით ერთად და გვიყვარდა ჩვენი სოხუმი, ეს ქალაქი გვიყვარდა. იმათთან ყველასთან მეგობრობდი და მერე, როდესაც ოთარი გავიცანი, დავდიოდით მე და ოთარი, ჩავდიოდით და რაღაც ვიქერავებდით ბინას, როცა გავთხოვდი ოთარზე. ჩვენ ჩავედით გასტროლზე და მე მახსოვს კარგად, რაც ჩავიტანეთ, პროვინციული ამბავი, ოტელო, ძალიან დიდი წარმატებით წავიდა სპექტაკლები. ჰაკი აცბაც იყო. სიაში რომ უნდა წასულიყო, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი სპექტაკლი იყო. ოთარი თამაშობდა უჯუშე მხას. ისე თამაშობდა რომ რა გითხრათ. მე არ მქონია იცით მომენტი რომ ვთქვათ, დამავიწყდა სოხუმი და არ მივდივარ. ყოველთვის ჩავდიოდით და მე მინდა გითხრათ, როცა იძახიან კანში წავიდნენ და ისე კი, კანი რო არის ისე რომ მოევლოთ სოხუმისთვის ცოტა ბევრად უკეთესი იქნებოდა ჩვენი სოხუმი. ისეთი ლამაზი იყო. გინდათ რიცა სასტუმრო აფხაზია. ეს მთელი მონაკვეთი, სადაც ვსეირნობდით საღამოობით, მთელი ლამაზი ქალები, ეს სოხუმის ულამაზესი ქალები, გინდათ გითქვით, რომელი რჯულისი იყვნენ, არ ვიცი, აფხაზი, სოხუმში, აფხაზი, ბერძენი. ისეთი ლამაზი ქალები დადიოდნენ, ვერ წარმოგიდგენთ, ჩვენ პატარა გოგოები დავდებდით მაგათ უკან. ვაიმე, ბოტანიკური ბაღი. ასეთი ბაღი მე არ მინახე არსად. ჩვენი ფილარმონია, უზარმაზარი, ულამაზესი, სადაც ჩამოდიოდა სუხიშვილის ანსამბლი. პირველად ვნახე სუხიშვილის ანსამბლი და გაოცებული და შეშტერებული და კულისებში ვიდექი პატარა გოგო და კაბა მეჭირა ნინა რამიშვილის, ეს ხელით მეჭირა და ვერძე ვიდექი და უყურებდი როგორც არ ვიცი რა, რაღაცა ზეციდან ჩამოსულ. სუხიშვილებმა მან შემაყვარეს თავი და მე მოვხდი კიდევაც ანსამბლში და რამდენიმე 4 წელი ვიმუშავეთ ანსამბლში. იშვიათი მაყურებელი იყო სოხუმში. მე მინდა ვიცოცხლო იქამდე, სანამ ჩვენ შევერთდებით.
მინდა რომ მალე მოხდეს, იმიტომ რომ ახლა დიდხანს ვეღარ ვიცოცხლებ, იმიტომ რომ ხوارშილვე გაუთავებლად ადამიანი არ ცოცხლობს. ხო და მინდა რომ მოხდეს მალე, რომ მიხვდნენ აფხაზები, რომ ჩვენ მათი მტრები არა ვართ, რომ ჩვენ ისევე გვიყვარს სოხუმი, როგორც მაგათ უყვართ. მე ჩემთვის გაუგებარია არ მესმის ბიჭვინთაში რატო არ უნდა წავიდე.